დამცველი, რომელიც შემოგვიერთება პატარა სტუდიიდან. ბატონ გრიგოლ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ გრიგოლ, თქვენი აზრი მაინტერესებს, რამდენად შეიძლება აღმოჩნდეს ქართული მხარეც იქ განსაშლელის გამო, ქართული მხრიდან ვინმე განსაშლელის გამო, თქვენ როგორ ფიქრობთ, მით უმეტეს გაკეთდა განცხადებები, რომ სამშვიდობოებზე მოხდა თავდასხმა ქართული სამხედროების მიერ რუს სამშვიდობოებზე. დიახ, ახლა პატარა ისტორიულ რაკურსს გავაკეთებ, სანამ თქვენ შეკითხვას უპასუხებ, ესე იგი ფაქტურად ანალოგიური შემთხვევა და ანუ საერთაშორისო სამართლის პრეცედენტი შეიძლება დაიდოს ამ ეტაპზე ხაგის პროკურატურის და საზამთროს მიერ, რაც 1992-94 წლებში იუგოსლავიის რესპუბლიკაში მოხდა. ანუ სრულიად ვეთანხმებით ბატონ დავით ჯანდიერს მის სამართლები ანალიზში. ხა თქვენ რაც ბრძანეთ ახლა აქედან გამომდინარე ახლა რა არიცით ჩვენ თუ გავიხსენებთ იმ ვიდეო კადრებს, რაც აგვისტოს ომის დროს ხდებოდა, იმ სამდღიან ვიდეო კადრებს, რომ ჩვენ მალე როკის გვირაბთან მივალთ, ჩვენ უკვე და როკის გვირაბს ჩავხერგავთ, ჩავკეტავთ და ან მსგავსი განცხადებები მიუთითებდა იმას, რომ არაერთი ანალიზი გაკეთდა კიდე საერთაშორისო სამართლის ექსპერტების მხრიდან, ტალიანის მხრიდან, თავად ჯორჯ მაკკეინის მხრიდანაც, სენატორის მხრიდან, რომ სააკაშვილი გაფრთხილებული იყო არაერთხელ, რომ პროვოკაციას არ წამოგებოდა. რა თქმა უნდა, სააკაშვილი მთავარსარდალი იყო. აქ ახლა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ როგორც თავდაცვის სამინისტროს მაღალ ჩინოსნებზე შეიძლება გამოიკეთოს ბრალეულობა, ასევე რა თქმა უნდა, სააკაშვილის მიმართაც შეიძლება გამოიკეთოს ბრალეულობა, თუმცა აქ კიდევ აქ ვფიქრობ მე, რომ ესე იგი აქ საერთაშორისო სამართალი რადგან დაინტერესდა საქართველოს ისმის ჩემი კი, გისმენთ, დაასრულეთ. რადგან დაინტერესდა, ანუ საქართველოში ამ ომის გამომწვევების შესწავლით, აქ უკვე ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ აქ დიდ პოლიტიკურ თამაშთან გვაქვს ჩვენ აქ ადგილი, თუმცა აქ ორ დიდ ქვეყანას შორის, ამერიკას და რუსეთს შორის ხდება რაღაც ინტერესების გადანაწილება. ამ ეტაპზე ვინც დაუშვათ ის ქვეყნები, რომლებიც წევრები არიან ხააგის სასამართლოში, რა თქმა უნდა, დაინტერესდნენ ამ საქმის წამოწევით, რომ გარკვეულწილად, ჩემი აზრით, გარკვეულწილად რუსეთს დაანახონ და დაუდონ განაჩენი, რომ მათი მხრიდან 2008 წელს აგრესიული ქმედებები იქნა განხორციელებული, რომელიც შეფასდა საერთაშორისო დიდი ანუ უმაღლესი ტრიბუნალის მიერ. უფრო ეს ტენდენცია ძირითადად გამოკვეთილი, უფრო ამიტომაც ახლა ჩვენ ვიცით რუსეთის გააქტიურება სირიაში და რატომღაც ასაგები, ანუ თქვენ რაღაც პოლიტიკურ კონტექსტის შეცვლას უკავშირებთ, როგორც მივხვდით. აქ ფიქრობ მე დიდი პოლიტიკის თამაში უფრო არის, ვიდრე დაუშვათ საქართველოს და რუსეთს შორის კონფლიქტის გამოძიების რაღაც კონტურების გამოკვეთა. თუმცა საინტერესოა მართლაც საქართველოს აქედან რას მიიღებს, საქართველოს ორმხრივად დაზარალდა როგორც შიდა არაორდინარული ომის წარმოების მხრიდან, ასევე რუსეთის აგრესიის მხრიდანაც, რაც გასაგებია თქვენ პოზიცია. დიდი მადლობა ბატონ გიორგის მიტა მაშინ ეს ვკითხო, რამდენად უკავშირეთ რაღაც პოლიტიკურ